გამარჯობა. ეს გადაცემა ქალაქობანა და ჩვენ ისევ ქალაქების პრობლემებზე ვისაუბრებთ. თუმცა საკმაოდ ბევრ სპილზე აკერია დღეს ლაიბნიცის სიტყვები, რომელიც ილია ჭავჭავაძის ჰქონიათ, რომ აწყო შობელი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა, მაინც ვერაფრით ვერ ვისწავლეთ, რომ ცხოვრებაში ერთი უმარტივესი წესი არსებობს. თუ გინდა აწყოში საქმე გქონდეს კარგად, მომავალზე უნდა იფიქრო. მაგალითად, თუ გინდა ზამთრის კურორტებზე საქმე კარგად გქონდეს, ამაზე ზრუნვა ზაფხულში მაინც უნდა დაიწყოს. ზაფხულის კურორტებზე თუ გსურს ნორმალური სიტუაცია გქონდეს, სულ მცირე ზამთრიდან მაინც უნდა ემზადებოდე ამისთვის. თუმცა, რომელ მომავალში ჭვრეტაზე ვსაუბრობთ, როცა მას შემდეგ, რაც მთელ მსოფლიოს კორონამ საშინელი დარტყმა მიაყენა და ყველამ კარგად ვიცოდით, რომ მეორე ტალღა ბევრად მძიმე იქნებოდა, კრიზისისთვის არ მოემზადა და ახლა საქართველოს მსოფლიო COVID რუკავაზე საპატიო პირველ ადგილს იკავებს ინფიცირებულთა რაოდენობით 100,000 მოსახლეზე. ლევან, ვერ ვიტყოდი რომ მეორე ტალღა იყო ჩვენთან უფრო ალბათ პირველი ტალღა არის ეხლა და კი, ნამდვილად. სავალალო შედეგებიც გვაქვთ. მომავლის ხედვა რომ არ არსებობს ეს ახალი ამბავი არა და ალბათ იმითაცაა განპირობებული რომ ჩვენი წარსულიც ვერ გაგვიანალიზებია. ამდენი ხანია ამ გადაცემას ვაკეთებ და თითქმის ყოველდღე გვიწევს იმაზე საუბარი თუ როგორ არასწორად გავუცნობიერებლად დაუდევრად ვიპყრობთ ჩვენს ქალაქებს და კულტურულ მემკვიდრეობას. არაცირა გეთანხმები იცი, ამიტომაც ვუთხოვთ ჩვენ ეთერს ურბანულ საკითხებს და დღეს ზაფხულის კურორტი და ზამთრის კურორტი. ორი ასეთი მნიშვნელოვანი თემა გვაქვს დღეს ქალაქობანაში. ერთი მხრივ ბათუმზე უნდა ვისაუბროთ, სადაც წყლის და კანალიზაციისათვის გამოყოფილი თანხა პანდემიასთან ბრძოლის ბიუჯეტში მოხდა. მეორე მხრივ კი ეპიდსიტუაციის სახელით დახურულ საბაგიროებზე ვისაუბრებთ, რომელმაც არამხოლოდ მოთხილამურეებს თუ სნოუბორდისტებს წაართვა უფლება, არამედ ზამთრის საკურორტო სეზონიც პრინციპში სრულიად გააუქმა. ამ თემაზე გადაცემის მეორე ნაწილში კი შავი ზღვის სანაპიროთი დავიწყოთ. ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ 21 საუკუნეში არსებობს საკურორტო ქალაქი, რომლის ნაწილშიც არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომუნალური ინფრასტრუქტურა, წყლისა და წყალარინების სისტემებით. თან ეს უბანი ზღვასთან ახლოს მდებარეობს და იგი ბინადმშენებლობასა და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის პოპულარობით სარგებლობს. ეს ქალაქი ბათუმია. ადგილის დასახლება და ის ბათუმის შემადგენლობაში რამდენიმე უბანთან ერთად დაახლოებით 10 წლის წინ შევიდა. ქალაქის ეს ახალი ნაწილი ბოლო რამდენიმე წელია ინტენსიური განაშენიანების ზონაა. აქ ცათამბჯენები ერთმანეთის მიყოლებით შენდება, თუმცა ისე რომ პარალელურად არ ხდება აუცილებელი კომუნიკაციების მოწყობა. კორპუსები, რომლებშიც ასეულობით ოჯახი ცხოვრობს, მშენებელი კომპანიების მიერ მოწყობილი წყლის ჭებითა და საკანალიზაციო ეგრეთ წოდებული შამბოებით სარგებლობს. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ის ოჯახებიც, ვინც ამ ტერიტორიაზე წლებია ცხოვრობენ. არავინ ამოწმებს ჭისწყლის ხარისხს, რომლითაც ეს ადამიანები სარგებლობენ. გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის სახელწოდების აბრევიატურა KfW ყველა ბათუმელისთვის კარგად KfW ყველასთვის ბათუმელისთვის კარგად ნაცნობი ასოთ შეთანხმებაა. ასე უწოდებენ ზღვისპირა ქალაქში წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტს, რომლის განხორციელება 2007 წელს დაიწყო და რომელსაც სწორედ აღნიშნული გერმანული ბანკი აფინანსებს. ბათუმელების ნაწილი პროექტის შედეგით უკვე სარგებლობს, ნაწილი კი ამ დრომდე ელოდება, როდის დასრულდება კომუნალურ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები. მინდა ერთი ციტატა მოგიყვანოთ. ბათუმის ახალშემოერთებულ ტერიტორიებზე წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხი უახლოეს მომავალში გადაიჭრება. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ 2020 წლისათვის ბათუმი და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი წყალმომარაგება წყალარინების მიმართულებით შესაბამისობაში იყოს მოყვანილი თანამედროვე სტანდარტებთან. ეს იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წელს გაკეთებული განცხადება. როგორც ჩანს, თორნიკე რიჟვაძის დაპირებადვე დარჩა, რადგან რასაც ქალაქობანას დღევანდელ რეპორტაჟში ნახავთ, ის არ შეესაბამება არც თანამედროვე სტანდარტებს და არც ზოგადად ცხოვრების წესს. ნათია შავაძე იყო ადლის დასახლებაში, ვნახოთ მისი რეპორტაჟი და შემდეგ უკვე სტუმრებთან ერთად გავაგრძელოთ საუბარი. ვამარა ბებო ადლის დასახლებაში 62 წელია ცხოვრობს. ზუსტად ამდენი ხანია ონკანში წყალი სახლის გვერდით არსებული ჭიდან მოდის. ჭა ოჯახმა წლების წინ საკუთარი ძალებით გააკეთა.
შაინიძეებმა არ იციან რა სვამენ და როგორი წყლით ამზადებენ სადილს. იქიდან სუფთად კი ამოდის, მაგრამ რომ ადუღებ, ნადები აქვს, სულ ნადებსიდებს. ნახე ახლა გარეცხილი, ახლა ავადუღე და კიდო რაფერ ის აქ ნახე. ამას სასმელად იყენებ? აბა რა ვქნათ, რა ვსვათ? არ მოგვიყვანეს და რა ვქნათ, რა ვსვათ? შაინიძეების მსგავსად ჭებით სარგებლობს დასახლებაში მცხოვრები ასეულობით ოჯახი, რადგან ადლის უბანი ბათუმის წყალმომარაგების ცენტრალურ სისტემასთან მიერთებული არ არის. ჭებში კი წყლის ხარისხი არასდროს არავის შეუმოწმებია. ამ გაუფილტრავ წყალს პირდაპირ ვიყენებთ საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიზნით და ასევე ამ წყალს სვამთ ხოლმე, რა თქმა უნდა, ბავშვებიც, უფროსებიც და ეს არის ერთგვარად საფრთხე. ადამიანმა არ იცის რა ხარისხის წყალი არის. სულიკო შანთაძე სახლის გვერდით გამავალ არხს ასუფთავებს. არხში მეზობელ სახლებში მოხმარებული წყალი ჩაედინება და ეჭვიაქვს რომ კანალიზაციაც, რადგან თუ არხი ხშირად არ გაწმინდა მძაფრისუნის გამო აქ ცხოვრება შეუძლებელი ხდება, განსაკუთრებით ზაფხულში. ადლიაში წყლის გარდა არც საკანალიზაციო ქსელი არსებობს. მოსახლეობა კუსტარულად მოწყობილი საკანალიზაციო ჭებით სარგებლობს. ხშირად წყლისა და კანალიზაციის ჭები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს. 12 მეტრო და იქაჩება წყალი. იქეთ კანალიზაციის ჭა, რა თქმა უნდა. აქეთ შეიძლება იგერე არის 20 მეტრო არ არის შუალედი. სადღაც ეს წყლები ერთმანეთს ერეოდნენ? რა თქმა უნდა, აბა სამიდის აი წყალი რო იწურება, კალუდეს დახურულია, რამე გასვლა არ აქვს, მიწაში მიდის ეს. კანალიზაცია. რა თქმა უნდა, აბა სადმე არაა შეერთებული. იმიტომ და ცუდი სუნი მე ვფიქრობ მაგიტომ აქვს მაგას. ანუ სასმელ წყალს ცუდი სუნი აქვს? რა თქმა უნდა. და იყენებთ სასმელად? ახლა გაჭირებაში კი ყოველთვის ვერ მოვიდა, ხან მაღაზიაში ვყიდულობ და ხან წყაროები დამოგვაქვს. ადლის დასახლება ქალაქის ნაწილი 10 წლის წინ გახდა, როცა ბათუმის საზღვრები მეზობელი მუნიციპალიტეტების ხარჯზე გაფართოვდა. თუმცა აქ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ მხოლოდ მისამართი შეიცვალეს. ახლა ქალაქში ცხოვრობენ, თუმცა რეალურად შემოერთებული ტერიტორიების ინფრასტრუქტურაზე ცვლილებები არ ასახულა. პირდებიან ყოველ წელს, ყოველ არჩევნებზე დაგვპირდებიან, არაფერი არა. კანალიზაციები, არაფერი არ არსებობს აქეთ. არც წყალი, არც კანალიზაცია, არც გზები, ასფალტები. ყველგან ასფალტები დააგეს, ჩვენ ასფალტი არ აქვს, მოდით აქ. და რომ გაწვიმდება, მე შემოხვალთ. არადა ზღვასთან და ახალ ბულვართან მომიჯნავე დასახლებაში ქალაქის მერია სამშენებლო ნებართვებს აქტიურად გასცემს. ბათუმის ახალ ნაწილში ინტენსიური მშენებლობები მიმდინარეობს. იქ სადაც არც წყალია და არც კანალიზაცია, ორსართულიან სახლებს ცათამბჯენები და სასტუმროები ანაცვლებს. ქალაქობანამ გაარკვია, რომ მრავალბინიანი კორპუსებიც მშენებელი კომპანიების მიერ მოწყობილი ისეთივე ჭებით სარგებლობენ, როგორც დანარჩენი მოსახლეობა. მშენებლების ნაწილს იდენტიფიცირება და პრობლემებზე ტელეკამერასთან საუბარი არ სურს. კორპუსი რითი მარაგდება და კანალიზაციას ეთმიკის? კანალიზაცია ჩვენი სამბობო. არის ჩვენ ხაჭო. იგი გვაქვს. მოდიშივად როდის აგვიკეთებენ საერთო სისტემას, ტყვის მოწოდებას და კანალიზაციის სისტემას, რომელიც დაფინანსა 1000 ჯერ და ჯერ კიდე აღარ გაკეთდა. მშენებელ კომპანიებს როგორც ჩვენ მაგალითად გვიწევს ჩვენ თვითონ გავაკეთოთ კანალიზაციის სისტემები, ცალკე ხარჯებთან არის დაკავშირებული ეს პრობლემებიც იქმნება. ახალი ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობა მრავალწლიანი პროექტის ფარგლებში უნდა მომხდარიყო, რომელიც უკვე 13 წელია გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის KfW-ს სისხლით ხორციელდება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მორიგის სასისხლო ხელშეკრულება 2019 წელს გააფორმა, თუმცა მიმდინარე ზაფხულს გეგმები შეიცვალა. მთავრობაში გადაწყვიტეს, რომ 60 მილიონი ევრო, რომელიც ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის და კანალიზაციის ქსელის მოწყობას უნდა მოხმარებოდა, პანდემიასთან ბრძოლაში დაეხარჯათ. არათუ ტემპები შენელდა და საერთოდ 2020 წლისთვის მთელი ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურა უნდა ყოფილიყო მოწესრიგებული. არათუ ტემპები შენელდა, საერთოდ გაჩერდა კიდეც და აი ბოლოს რაც მოხდა და რამოდენიმე თვის წინ საერთოდ კატასტროფა იყო, როცა შემოერთებული ტერიტორიისთვის გამოყოფილ თანხაზე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა წერილობით მისცა თანხმობა, რომ თანხა ამოიღოთ ამ საქმისთვის, გამოყოფილი თანხა ამოიღო და გადაერიცხათ რაღაცა თითქოს კოვიდთან ბრძოლის ფონდში, რომელსაც რაღაცა მილიონი კორუფციული სქემა ახლავს თან. ეს კარგად მიუთითებს დამოკიდებულებას დღევანდელი ხელისუფლების ქალაქისადმი, მოსახლეობისადმი. ადლის მცხოვრებთა პრობლემების მოგვარება სავარაუდოდ გაურკვეველი ვადით გადაიდო. ქალაქობანა შეეცადა ბათუმის მერიაში გაერკვია ამ დასახლების ერთ-ერთ ქუჩაზე სანახევროდ ჩამარხულ მილებში როდის გაივლის წყალი, თუმცა უწყებაში კითხვაზე არ გვიპასუხეს.
ფაქტია, რომ ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. ფაქტია, რომ ამ ტერიტორიების შემოერთება, იმიტომ მოხდა, რომ მე ურბანულად აეთვისებინათ, თუმცა ინფრასტრუქტურაზე დღემდე არავის არ უზრუნია. თემაზე გადაცემის პირველი სტუმარი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვაშალომიძე იქნება, რომელიც ბათუმიდან გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ბატონო ლევან. მოგესალმებით. თუ სწორად მახსოვს, ამ უბნის ადლიის შემოერთება, ახალი ბათუმის მშენებლობა და ეს პროექტი KFW-ს თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო და რა გაკეთდა კონკრეტულად თქვენ დროს და რა ვითარებაა ამჟამად, რო გითხრათ? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მართლაც მიხარია თქვენ გადაცემაში მონაწილეობა. მადლობა. გადაცემა, რომელიც მართლაც დაინტერესებულია ქალაქ მშენებლობით, ქალაქ განვითარებით. რაც შეეხება KFW-ს პროექტს და ბათუმს. ყველაფერი დაიწყო 2004 წლის ოქტომბერში, როდესაც სახელმწიფო ვიზიტით გერმანიაში ვიმყოფებოდით, მეც ვიღებდით მონაწილეობას, სადაც გადაწყდა, რომ გერმანიის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკი დაეხმარებოდა ჩვენ ქალაქს ამ უდიდესი პროექტი. 2004 წელს ხელმოწერილი იქნა ეს ხელშეკრულება და თქვენს გადაცემაში სწორად აღნიშნეთ, ზუსტად 3 წელი დაგჭირდა, რომ დაპროექტება ხდებოდა მანამდე. 3 წლის შემდეგ უკვე 2007 წელში ქალაქ ბათუმმა იგრძნო უკვე ეს პროექტი, იმიტომ რომ დაიწყო გადათვრა და საერთო ჯამში დღევანდელ დღემდე 170 მილიონი ევროა დახარჯული ბათუმში, სადაც შედის გამწვენი ნაგებობები და ბევრი ის უბანი, რომელსაც უკვე წყალი მიეწოდება. რაც შეეხება თქვენ სიუჟეტს, ფაქტურად ადლიაში და შემოერთებულ ტერიტორიებზე რაც ხდება, აი ეს იგივე სიტუაცია იყო ფაქტურად თელ ბათუმში და ყველას კარგად გვაქვს არა მარტო წყალი, რომელიც ყველა მოსახლეს ეგრეთ წოდებული მატორების სისტემით ჰქონდა მოწყობილი და კანალიზაცია, რომელიც ფაქტურად არ არსებობდა ქალაქ ბათუმში. როგორც 100 წლის წინანდელი ინფრასტრუქტურა, ეს ყველაფერი ფაქტურად სამწუხაროდ ზღვაში ჩაედინებოდა და კარგად გვახსოვს ჩვენი ხელისუფლების დროს მოასწარეთ გახსნა გამწვენი ნაგებობის, რომელიც მართლაც უნიკალური იყო იმით, რომ ერთადერთი ქალაქი იყო შავი ზღვისპირეთში, რომელიც მექანიკური და ბიოლოგიური გაწმენდის შემდეგ ეს გამდინარე წყლები ფაქტურად ზღვაში იფოთრებოდა კილომეტრზე მეტი. ეს პრობლემა რჩება, იმიტომ რომ გაგრძელება ჭირდება ნებისმიერ პროექტს და ეს პროექტი ითვალისწინებდა, მოდით მოკლედ აგიხსნით, ეს როდესაც იყო ხელისუფლებაში, ჩვენ გერმანელებთან ერთად დავგეგმეთ ქალაქი მაშინ იყო სულ რაღაც 130,000, მაგრამ გათვლა გავაკეთეთ 350,000 მოსახლეს. 350,000 მოსახლეს, იმიტომ რომ ბათუმი განაშენიანება ურბანული განვითარება იყო დაგეგმილი, ბათუმი უნდა გადიდებულიყო, მაგრამ შვენიერ დღეს, ეს იყო მართლაც 2009 წელი, როდესაც გერმანელებთან ერთად ვფიქრობდით და ჩვენი გადაწყვეტილება შემოერთებულ ტერიტორიებზე იყო რაღაც დონეზე გაკუთვნილი, იმით რომ სარგებელი, რომელიცაც მიიღებდა ქალაქ ბათუმის მაცხოვრებლები, ასევე მიიღო რაიონებს, რომელიც შემოერთებული იქნა ბათუმის ტერიტორიაზე. და აგიხსნით ორი სიტყვით, რა შეიდო ფაქტურად ეს ლოგიკა. იმიტომ რომ ბათუმს აფინანსებდა KFW, ეს იწყებოდა ფაქტურად, რადგანაც ჩაქვის თავიდან მოდიოდა სათავე ნაგებობა, გვინდოდა რომ ჩაქვიდან დაწყებულიყო და ფაქტურად სარფამდე გასულიყო ეს ტერიტორია და რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტს ჩაქვის ზემოთ ფაქტურად ჩოლოქამდე, მან უკვე ჰოლანდიური და სხვა დონორი ორგანიზაციები იყვნენ ჩართული, სადაც კეთდებოდა იგივე სისტემა ქობულეთის წყლის კანალიზაციის განვითარებისთვის. ბატონო ლევან, რამდენად იყო უკაცრავად სისტემისგან გათვალისწინებულია აი ამ პროექტში ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დღეს ბათუმს ისევ და ისევ უდგას და ბათუმის ერთ-ერთი შეიძლება ითქვას ჭრილობაა, როგორიც არის ჰარმონიული ურბანული განვითარება და ეკოლოგია. მე გეტყვით, მართალი ბრძანდებით, თქვენ რაც აღნიშნეთ თქვენს გადაცემაში, სამწუხარო ფაქტი მოხდა ის, რომ სექტემბერში ქალაქ ბათუმს სამწუხაროდ მერი არ ყავს. ქალაქ ბათუმს ყავს მერის მოვალეობის შემსრულებელი. და ამ პიროვნებამ თავის თავზე აიღო უდიდესი პასუხისმგებლობა და მართლაც ბევრ ბათუმელს და ყველასა კითხვა რა საფუძველზე მოაწერა ხელი, რომ 60 მილიონზე, რომელიც განკუთვნილი იყო ამ ტერიტორიების განვითარებისთვის, უარი თქვა. და თქვენაც აღნიშნეთ, წავიდა COVID ფონდში. გასაშვილმა არ იცის ეს COVID ფონდი რა არის და სად იხარჯება ეს 60 მილიონი ევრო, ფაქტობრივად 200 მილიონი ლარი.
განვითარების კუთხით ეს იყო ის პროექტი, რომელიც შემოერთებულ ტერიტორიებს გევა, მაგრამ მომბრძანდით და ნახეთ ბათუმში. ჯერ კიდევ მესამე და მეოთხე ეტაპის სამუშაოები არ არის დასრულებული. სამწუხაროდ როდის უნდა ყოფილიყო ეს განხორციელებული იყო დღეს სამუშაოები დასრულებული? აი ჯავახიშვილის ქუჩაზე არის ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს დღესაც გადათხრილია რომ მიბრძანდეთ ბანერზე დაწერილია მთელი ინფორმაცია გაერთიანების დაფინანსების კუთხით და ამ ბანერზე მითითებულია რომ 2019 წელს უნდა დასრულებულიყო სექტემბერში ოქტომბერში ეს უკვე 2020 წელს რა მიზეზით თქვენს უარი ამ პროექტზე და რატომ არ გაგრძელდა? ეს ხო არ უკავშირდება იმას, რომ თქვათ თქვენი დაწყებულიყო ეს პროექტი და ამიტომ თქვენს უარი თუ რაღაცა მიზეზი არსებობდა, რის გამოც მათ თავი შეიკავეს ამ პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით? მე გეტყვით ერთს, მართლაც ეს ბათუმისთვის და მთლიანად საქართველოსთვის მით უმეტეს ტურისტულ ზონას ემსახურებოდა, ეს იყო უმნიშვნელოვანესი პროექტი. და მიწისქვეშა კომუნიკაციების დასრულება არ მგონი ახლა ვისი დაწყებული უნდა მისულიყო ბოლომდე უნდა გაეკეთებიათ ეს პროექტი. ერთადერთ მე რასაც ვაბრალებ ეს უნიათობაა და ის გადაწყვეტილებას რომელიც 60 მილიონზე უარს ამბობს ფაქტიურად ეს რა გითხრათ არ უნდათ არ შეუძლიათ და არ აქვთ იმის სურვილი რომ ბათუმს საბოლოოდ მთელ ქალაქს კონდეს ეს პოზიტიური სისტემა. მე მეორეს გეტყვით KfW-ს პროექტთან დაკავშირებით გეტყვით ერთ თემასაც გეტყვით მე მგონი მნიშვნელოვანია თქვენ თის კურორტებზეც გექნებათ გადასვლა გერმანელებთან ჩვენ 2011 წელს მივახციეთ მოლაპარაკებას იმით რომ არა მარტო მოდით ლოგიკურად გავყვეთ როდესაც ქობულეთის წყალკანალი კეთდებოდა როდესაც ბათუმი უკვე სრულდებოდა გერმანელმა ბანკმა ჩვენ წამოვიყვანეთ მოლაპარაკებებზე რომ შექმნილიყო აჭარის წყლის კომპანია რომელიც მოიცავდა 300-ზე მეტი სოფელი აჭარაში რომ 300-ივე სოფელში გაკეთებულიყო წყლის და კანალიზაციის მინი პროექტები ეს გულისხმობს მოდით ლოგიკურად შევხვდეთ ხო კანალიზაციის პროექტი რატო იყო მნიშვნელოვანი ეკოლოგიიდან გამომდინარე ნებისმიერ სოფელში ის სამწუხაროდ დღესაც ეს კანალიზაციის წყლები ჩადის პატარა მდინარეში მდინარე დიდ მდინარეში და ჩამოდის ზღვაში ვიდოდა საერთოდ მთელი აჭარა გაკეთებულიყო ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი რეგიონი ყოფილიყო და სამწუხაროდ 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილებით დღესაც არც ერთი პროექტი არ განხორციელებული და საერთოდ ვერ გეტყვით პასუხს რატო არ ასრულებს და როგორ არ ასრულებს იმიტომ რომ ყველანაირად მე მაქვს ერთი შეკითხვა და ამასთან დაკავშირებით აი 60 მილიონი რომელიც ჩვენც ვახსენეთ და თქვენც გაუსვით ამას ხაზი რომელიც გადაირიცხა კოვიდის დახმარების ფონდში ხო არის რამდენად ადეკვატურად იყო ის გახარჯული და მართლა მოხმარდა თუ არა იმ მიზნებს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თუ უმთავრესი არ. მთელი საქართველო ხედავთ თუ რა მდგომარეობაშია კოვიდთან მიმართებაში ბრძოლით და რითია დაკავებული სამწუხაროდ ხელისუფლება და მთავრობა. არ ვიცით, სიმართლეს გეტყვით, უამრავჯერ მივმართეთ წერილობითაც და სიტყვიერათაც კითხვა რომ სად არის ეს 200 მილიონი ჩვენი, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით საქართველოში 10 მილიარდზე მეტია დახარჯული მიღებული თანხები. მართლაც იდუმალით გასაიდუმლებულია ეს თანხები და სამწუხაროდ რეალობა რასაც უყურებთ, დარწმუნებული ვართ რომ ეს თანხები არ არის მიზანმიმართულად მოხმარებული. კოვიდი ზვარებს თელ საქართველოში და თქვენაც ახსენეთ თქვენს გამოსვლაში რომ სამწუხაროდ მაგრამ საქართველო პირველ ადგილზეა. ბატონ ლევან, რამდენად არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ თუნდაც საზოგადოების მოთხოვნით ეს პროექტი გაგრძელდეს და გაგრძელების შემთხვევაში რა ვადა იქნება საჭირო მისი დასრულებისთვის? დავამატებ უკაცრავად. არის თუ არა შესაძლებლობა, რომ გერმანული მხრიდან ისევ გაჩნდეს თქვა რაღაც თანამშრომლობის შესაძლებლობა და გერმანული ფინანსები, რომლებიც იყო გამოყოფილი, შესაძლებელია თუ არა, რომ ისევ მივიღოთ? დარწმუნებული ვარ რომ გერმანული მხარე წამოვა აუცილებლად ამ პროექტის დასასრულებლად თქვენთვის ინფორმაციისთვის გეტყვით რომ 2007 წელს დაწყებული 2009-10-დან ფაქტიურად გერმანული KfW-ს ბათუმი იყო სამაგალითო პროექტი უფრო მეც გეტყვით ჩვენი ხელისუფლების დროს მახსოვს უამრავი დელეგაცია უამრავი კონფერენციებზე ჩატარებული პრეზენტაცია სადაც KfW ყველას აჩვენებდა ჩვენ პროექტს როგორც წარმატებას და აძლევდა ფაქტიურად ნიმუში იყო როგორ უნდა გაკეთებულიყო ეს პროექტი.
ბათუმი ციფრებზეც რომ გადავიდეთ, მართლაც 2004 წელში ბათუმის წყალი იყო ბიუჯეტზე დამოკიდებული, წარმოიდგინეთ, ბიუჯეტი აფინანსებდა ხელფასებს და მთელ შემოსავალს. 2012 წელს ერთი თვის შემოსავალი ფაქტიურად 9 მილიონზე მეტი იყო. მე უფრო მეტიც ზუსტად ვერ გეტყვით პრობლემა და 1-2 წლის წინ ერთ თვეში 1 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდა. ფაქტიურად მომგებიანი კომპანია გახდა, არა მარტო უკვე წარმატებული იმით, რომ პროექტებს ახორციელებდა, თვით ბათუმის წყალი, როგორც შეფესე, მომგებიანი კომპანია გახდა და შეეძლო ჩვენი ერთ დღეს უკვე თავისით განეხორციელება მთელი ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ იქიდან გამომდინარე დღესაც უყურებთ, რომ 60 მილიონს ართმევ. სხვა პროექტებს აღარ ართმევ. მე მართლაც მიჭირს ხმა, რომ ამ კომპანიის მომავალზე ფიქრი როგორ იქნება. ბატონო ლევან, ჩვენ არაერთხელ გავაშუქეთ ბათუმის თვითონ ქალაქის პრობლემა და უმეტესწილად ეს პრობლემა უკავშირდება წყალს. კანალიზაციას, მოუწყობენ ინფრასტრუქტურას, სანიაღვრე ჭებს და ვერ მოხერხდა ამდენი წლის განმავლობაში ამ პრობლემის რაღაცა კუთხით მაინც მოგვარება. დღესაც ჩვენთვის როგორც არის ცნობილი, არსებობს მშენებლობები, სადაც არ არის ინფრასტრუქტურა საერთოდაც ჭებიდან უზრუნველყოფენ კანალიზაციის და წყლის მიწოდებას. მაღალსართულიან კორპუსებზე ამაზე თუ ფლობთ ინფორმაცია, ზუსტად შემოერთებულ ტერიტორიებს ეხება ეს საკითხი და აი ჩვენ სიუჟეტიც იყო კი ამაზე საუბარი და აი რატომ არ არის ეს პრობლემა ამდენი ხანი გადაუჭრელი, იმიტომ თქვენი მოღვაწეობის დროსაც ეს პრობლემა იდგა, ეხლაც ეს პრობლემა დგას და აი რასთან გვაქვს პრობლემა, იქნება რაღაცა ვერ ხერხდება ამ ინფრასტრუქტურის მოწყობა და რამე სახის პრობლემებს ვეჩეხებით თუ აი ხო ამაზეც რო გვიპასუხოთ. არა, გეტყვით, ჩვენ დროს გეთახმებით პრობლემა იყო, ეს საუკუნოვანი პრობლემა იყო. 2007 წელს დავიწყეთ და ფაქტობრივად ეტაპები იყო, პირველი, მეორე, მესამე ეტაპი, ჩვენი ხელისუფლების დროს მესამე ეტაპის დავიწყეთ, სადაც გარკვეული რაიონები უკვე უერთდებოდა ამ სისტემაში. თქვენ სიუჟეტში რაც ახსენეთ, ადლია და შემოერთებული ტერიტორია იყო ის ზუსტად 60 მილიონი, რომელიც უნდა დახარჯულიყო ამ კონკრეტულ უბანს. მაგრამ მეორე კითხვა გვაქვს რა, ფაქტობრივად თქვენსგანაც ისმის ეს კითხვა, იმიტომ რომ თუ ქალაქში არ არის კანალიზაცია, უბანზე არ არის კანალიზაცია, წყალი, როგორ აძლევს მუნიციპალიტეტი და მერია ნებართვას? ფაქტობრივად ხო ყველა ხვდებით, რომ ეს გადაცდომა. პირდაპირ ხვდებით, რომ აქ ხდება კორუფცია. იმიტომ რომ სადაც წყალი არ არის, კანალიზაცია არ არის და ეს შამბოები მარტო ადლიის დასახლების პრობლემა არ არის. ხელვაჩაურის სხვადასხვა შემოერთებულ ტერიტორიებზე რომ გახვიდეთ, უამრავი სახლი, მაღალსართულიანი კორპუსი, სამწუხაროდ კანალიზაციას უშვებს შამბოში და მეზობლებს ფაქტობრივად შეუძლებელს უხდის თანაცხოვრებას. იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად შამბო არ მუშაობს, გამოდის გარეთ და სრული ანტისანიტარია ამ უბნებში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი აქ. მუშაობა და მუშაობა. მაგრამ როდესაც 60 მილიონზე უარს იტყვი და არ გააგრძელებს, სამწუხაროდ მომავალი ამ უბნებს დღეს არ უწევია. დიდი მადლობა ბატონო ლევან ვაშალომი გვერდთვებოდა ჩვენ აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბათუმის პრობლემები, რომლებიც საკმაოდ კომპლექსურია, ჩვენ კი ვთქვით, რომ ხშირად ეს ყველაფერი არის დაკავშირებული უმეტესწილად ინფრასტრუქტურასთან, მაგრამ ცირაც დამეთანხმება და შენც რა თქმა უნდა დამეთანხმები ორი აზრი არსებობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძალიან სერიოზული საკითხებია გადასაჭრელი და მოსაგვარებელი, ამავე დროს ისტორიული შენობები როგორ უნდა მოუვაროთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი კომპლექსურად გაკეთდება, იმიტომ რომ მართალია, რომ სადღაც მართლა თუ არ არის კანალიზაცია, რაზეა საუბარი? შეუძლებელია მე იქ კულტურულ მემკვიდრეობას და ისტორიულ მემკვიდრეობაზე ფუნდამენტებთან მივდივართ აქ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს სასმელი წყალი როცა არ აქვთ სახლში, არ აქვთ მოწყობილი კანალიზაცია და ხშირ შემთხვევაში არის იმის საშიშროება, რომ ერთმანეთში შეერიოს სასმელი წყალი და კანალიზაცია. აი წარმოუდგენლად მიმაჩნია. ხო და პარადოქსია პრინციპში, იმიტომ რომ ბათუმში უზრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნა არსებობს და ეს ხალხი ყიდულობს ისეთ ბინებს, ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მე აღმოჩნდება, რომ წყალი და კანალიზაცია პრობლემაა. რომელშიც ჭისწყალი აგაქვს. მართლა ძალიან დიდი პარადოქსია 2020 განაშენიანებული ბათუმი, საითკენ ბოლოსკენ ახალი ბულვარი საითაც არის, ხო, იქ შენდება ახალი მშენებლობები არის ქაოტურად განაშენიანებული, თუმცა არ არის ინფრასტრუქტურა მოწყობილი.
ნუ რასთან გვაქვს საქმე უკვე გავცა ჩვენ ფათაშორის ერთი საინტერესო კომენტარიც გვაქვს ნიკო ბოსტოგანაშვილი გვწერს ხა ეგრე ბორჯომშიც მოხდა წყალკანალ რეაბილიტაცია ახალი მილები და ასე შემდეგ მაგრამ სისტემაში წყლის გაშვების თანავე ბორჯომი შადრევნების ქალაქს დაემძიავსა და დღემდე ასე გრძელდება ამოჩიშქრიან გადააბავენ კიდევ ხდება გადააბავენ და კიდევ ასე დღემდე ფათაშორის იგივე პრობლემაა წაღვერში ახლოს არის ბორჯომთან და ეს შეცვალეს ბევრი ფული გადაიხადეს და წყალს ვერ უშვებენ საინტერესო ამბავია ნამდვილად ჩვენ როდესაც ამაზე ვსაუბრობთ ისეთი რა ქვია მართლა წარმოუდგენელი რაღაცა გაკეთდება და მე ეს გაკეთებული 2 დღეში ფუჭდება ანუ რისთვის კეთდება რატომ კეთდება უბრალოდ იმიტომ კეთდება რომ რაღაცა უბრალოდ აი ესეთი მოინიშნოს რომ აი გაკეთდა და ასე შემდეგ წარმოუდგენელია მე მეკითხვა რომ მართლა რასთან გვაქვს საქმე? იმასთან რომ კომპეტენცია არ ყოფნით, იმასთან რომ თქვათ აი უცბად გააკეთებენ ამას და მერე არიციან როგორ უნდა ჩართონ. აი რასთან გვაქვს საქმე? კორუფციასთან კომპლექსური პრობლემაა და მარტო ერთი მიზეზით ვერ აიხსნება, იმიტომ რომ ფაქტია რომ შესრულების თვალსაზრისით არის კატასტროფული მდგომარეობა, ასვალს ვერ ვაგებთ, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვერ ვცვლით, ფასადს ვერ ვლესავთ და ასე შემდეგ, ხო? ანუ მუშახელის თვალსაზრისითაც არის პრობლემა და ნუ ზედამხედველობა თვალსაზრისით სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს. სანამ ცუდად დავამთავრებ, მანამდე ცუდად ვაკეთებ და ეს პროცესი უნდა შემოწმდეს. გადაცემას, როდესაც ერთმანეთში საუბრობდით, ლაპარაკობდით ჩვენს უნივერსიტეტებზე და თქვით რომ რაღაცა გარკვეული პროფესიები საერთოდ გაქრა ქართული უნივერსიტეტებიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, არსებობდა ტრადიცია ამასთან დაკავშირებით და ჩვენ აღარ აყავს სამწუხაროდ ხო ანუ თქვით რომ მაგალითად არსებობდა ფაკულტეტი ცალკე კანალიზაციის, ხიდების, გვირაბების და ასე შემდეგ შეიძლება ვიღაცას გაეცინოს ამაზე მე საერთოდ არ მეცნება სიმართლე რო გითხრათ იმიტომ რომ ცივილიზაცია და კანალიზაცია ჩემი საოცარ დეფიციტია დღეს უკვე აღარ აქვს და ეს განათლების პრობლემაც ანუ ქვეყნის პრობლემაა რაც თქვა სადღაც სიმპტომად ამოხდება ხოლმე ეს ნამდვილად ესე არის რომ ქვეყნის პრობლემაა ჩვენ ამასთან დაკავშირებით ამავე თემაზე ეკოლოგიის ექსპერტთან კახა გუჩმანიძესთან განვაგრძობთ საუბარს მოგესალმებით ბატონო კახა ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით ჩვენ ალბათ ნახეთ ჩვენი სიუჟეტიც უსმინეთ ჩვენს წინა სტუმარსაც და გვაინტერესებს როგორ ფიქრობთ თქვენ რამდენად კომპლექსურია ეს პრობლემა და მხოლოდ და მხოლოდ ვთქვათ, აი ბათუმის ერთ უბანს შეეხება თუ მთლიანად შეიძლება რომ ეს გლობალურად აჭარაზე და ნუ ბათუმზე და აჭარაზე გავრცელდეს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ პირდაპირ გეტყვით რომ თითოეული საკითხი რაც თქვენ გააშუქეთ პრინციპში არის რეგიონისთვის და ზოგადად ეკოლოგისთვის ძალიან გლობალური საკითხები რადგან მთლიანობაში გარემოს დაცვის საკითხები და დაბინძურება ყველაფერი ერთმანეთთან ბმაშია რაც შეეხება თვითონ KfW-ს პროექტს მე მოკლე მიმოხილვას და ექსკურსს გავაკეთებ და გეტყვით რომ ამ 60 მილიონი ევროთი დაგეგმილი იყო ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე ეს არის დაბახელვაჩაური, მეჯინისწყალი, მწვანეკოცხი, მახინჯაური, ადლის დასახლება აეროპორტის დასახლება, კახაბრის დასახლება, სადაც პრინციპში არანაირი წყალარინება და წყლის სისტემები არ არსებობს, უნდა მოხდარიყო მათი რეაბილიტაცია, ნაწილ შემთხვევაში დანერგვა, რაც პრინციპში არის უმთავრესი მნიშვნელოვანი საკითხი იმ რეგიონისთვის, რომელიც ამაყობს რეკრეაციული ზონებით, რომელიც ამაყობს ტურიზმით, რომლითაც მთავარი არის, ესე ვთქვათ, ტურისტული სექტორის განვითარება და მსგავსი ურბანისტიკული მორგება. მინდა გითხრათ, რომ ამ კუთხით ის 60 მილიონი ევრო, რომელიც წავიდა COVID ფონდში და თუ გადახედავთ პრეამბულასა და საანოტაციო ნაწილს თუ რატო იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული პრინციპში ბოლომდე არ არის დასაბუთებული რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს ბათუმის მერიამ ეს ყველაფერი მოგვიანებით გაიგო უფრო მეტიც არანაირი შენიშვნები არ ქონია და ეჭვი მეპარება რომ საერთოდ ქონოდა არსებული შემთხვევაში მოგვიანებით გაიგო უკაცრავად რომ 60 მილიონი მიდიოდა COVID-ის ფონდში პრინციპში არანაირი მე დარწმუნებული ვარ დიახ არა მარტო ის რომ ეს სესხი მოხმარდებოდა არა ბათუმის წყლის სისტემების რეაბილიტაციას არამედ წავიდოდა ეს სასესხო ხელშეკრულება გადაფურდებოდა როგორც ხელშეკრულება რომელიც მოიმსახურებოდა COVID ფონდის შემდგომ რაღაც კონკრეტულ გეგმებს თუმცა COVID ფონდის რა გეგმები იყო ეს ძალიან ბუნდოვანია ჩემთვის ჩვენმა პრინციპში კრიზის მენეჯმენტმა რომელიც წარმოდგენილია დღევანდელი ხელისუფლების სახით გვაჩვენა რომ ათასობით და რამდენიმე ათასობით COVID ინფიცირებულებს ღებულობ და მე ვერ ხვდები რა ეფექტი გამოიწვია ამ ყველაფერმა ფაქტი არის ერთი რომ ნამდვილად სამწუხაროა რომ აი ესეთი მნიშვნელოვანი პროექტი მეორე
პროექტის ესე რომ თქვა ხარჯზე ხდება და თანამედროვე წარუმატებლად ერთის და მეორეს და მინდა გითხრათ პირდაპირ დიახ მინდა გითხრათ პირდაპირ რა უარყოფით ბენეფიტებს და შედეგებს მოიტანს ეკოლოგიისთვის პირდაპირ გეტყვით რომ წლების მანძილზე ეს იყო რეგიონისთვის გამოსავალი პრობლემა 2007 წლიდან დაიწყო მაქსიმალურად ამ კონცეფციის გატარება და ეხლა უნდა ყოფილიყო KfW სამწყალარდნების სისტემის მესამე ეტაპი მიუხედავად ამისა ეს ჩაიშალა 5 წელი ჭირდებოდა ამ პროექტის განხორციელება თქვენ წარმოიდგეთ უვადოდ გადაიდო ეს ყველაფერი კიდევ საკითხებია როდის იქნება პირდაპირ გეტყვით ჟილინის არხიდან სხვადასხვა სანიაღვრე არხებიდან იმის გამო რომ და შემოერთებულ ტერიტორიებიდან იმის გამო რომ არ არსებობს წყალარგნების სისტემა რეგიონში ფეკალიები და სხვადასხვა ტიპის სამრეწველო თუ ესე ვთქვათ კომუნალური წყლები ჩაედინება პირდაპირ მდინარეებით ჩაედინება ზღვაში რაც იწვევს ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენების კატასტროფულ დონემდე გაუარესებას მასში შედის ფეკალიები ჩხირები ნაწლავური ჩხირები სხვადასხვა ტიპის ფოსფატები ასევე აზოტი მძიმე მეტალები ხდება ჟანგბადის ბიოლოგიური მოხმარება რაც ეუტროფიკაციას იწვევს და შედეგად შეიძლება უახლოეს პერიოდში მივიღოთ შავ ზღვაში მკვდარი ზონების არსებობა და პირდაპირ გეტყვით მაშინ როდესაც ტურისტული სფერო ამ რეგიონისთვის არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ჩვენი ქალაქის მერია ღებულობს გადაწყვეტილებას ისე რომ არც აქვს შენიშვნები და მე პირდაპირ გეტყვით ქალაქს მერია არ გააჩნია ქალაქს ყავს დანიშნული მერი არჩევნები და ზოგადად არჩევანის უფლება თორნიკე რიჟვაძემ წაართვა ქალაქ ბათუმს და 21 საუკუნეში თავისივე მეჯვარე დაგვისვა მერად და ამით არანაირი შესაძლებლობა არ მოგცა იმისა რომ გაგვეკეთებია არჩევანი ამ შემთხვევაში დემოკრატიული შედეგად მივიღეთ ის რომ ყავს მერია რომელსაც არანაირი კონკრეტული მოსაზრებები პრეტენზიაც კი არ გამოუთქვამთ რომ მსგავსი კომპლექსური და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება რა უარყოფით შედეგებს მოუტანს რეგიონს შავი ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებელი ამ თვალსაზრისით მაქვს შეკითხვა რომ აწლეულების მანძილზე ბათუმი დგას ერთი და იგივე პრობლემის წინაშე ხო ეს არის წყალი ეს არის კანალიზაცია და ეს არის სანიაღვრე სისტემა. იცვლება ხელისუფლებები, მაგრამ არ იცვლება მდგომარეობა. არსებობს რაიმე ობიექტური მიზეზი, განსაკუთრებით სანიაღვრე თემასთან მინდა გკითხოთ ეს, იმიტომ რომ არა მხოლოდ ბათუმი, არამედ ქობულეთიც პირველი წვიმის დროს იტბორება. არის თუ არა რაიმე ობიექტური მიზეზი, რის გამოც ვერ ხერხდება აი ამ პრობლემის გადაწყვეტა. გარდა იმ თემისა, რაზედაც უკვე ჩვენ ვისაუბრეთ. პირველ რიგში გეტყვით რომ აღნიშნული პროექტის და ზოგადად ამ გამოწვევას და გამკვლევება დაიწყო 2007 წლიდან ბატონო ლევონმაც აღნიშნა პრინციპში ორი ეტაპი განხორციელდა დღეს შეგვიძლია ვთქვათ რომ თლიანად ქალაქი ბათუმი წყალარგნების ქსელზე არის ბოლომდე დაარქმებული გვაქვს რეგიონში და ზოგადად კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო ესე ვთქვათ ადლის წყალარგნების გამწმენდი ნაგებობა სადაც სამი ტიპის დამუშავება ხდება წყალარგნების წყლების ეს არის მექანიკური ეს არის ბიოლოგიური ნიტრიფიკაცია ხდება ასევე ხდება რედუცირება სხვადასხვა მავნეცხიმების შემდგომ ხდება ისევ მექანიკური დამუშავება თუმცა მიუხედავად ამისა რომ ეს საუკეთესო ნაგებობაა თავისი ეკოლოგიური თვალსაზრისით ჩვენ ვაწყდებით იმას რომ ამ ნაგებობის მიმდებარედ გოგი წყალბადის მძაფრი სუნი შეიძლება და ამ შემთხვევაშიც დღევანდელი მუნიციპალიტეტის მესვეურები როგორც ჩანს ვერ ახერხებენ ამ პრობლემის მოგვარებას ამ პროექტის ფარგლებში რომელიც ეხლა შეჩერდა აი 60 მილიონი ევროზე მაქვს საუბარი KfW-ს ესე ვთქვათ სეწყზე სწორედ რომ მომხდარიყო ამ ბიოგაზების ანაერობული გარემოში წარმოქმნილი ბიოგაზების ერთი შეკითხვა მაქვს თქვენ ეკოლოგიურ პრობლემებზე ძალიან კარგად გაუსვით ხაზი და გვაინტერესებს მაგალითად როდესაც ჩვენ გქონდა ეს სიუჟეტი თქვენც ალბათ შეამჩნევდით რომ ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობდა რომ გამოთქვამდა ეს რომ ეს საკანალიზაციო და სასმელი წყალი დიდი შანსია რომ ერეოდეს ერთმანეთს და როგორ ფიქრობთ რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ამ კონკრეტული დასახლებისთვის ეს და ეს ყველაფერი და ამავე დროს რამდენად დიდი გავლენა შეიძლება იქონიოს ადამიანების ჯანმრთელობაზე ამ ყველაფერმა და მოწმდება თუ არა საერთოდ აი ეს გვაინტერესებს პირდაპირ გეტყვით რომ შანსი კი არ არის რომ ერეოდეს არამედ ერევა დიდი წყალმოვარდნების პერიოდში ხდება სანიაღვრე არხები ვერ ატარებენ მოსულდებებს აქედან გამომდინარე ხდება საკანალიზაციო მირების და სანიაღვრე წყლების არევა სასმელ წყლებთანაც კი ამ შემთხვევაში ხშირად ხდება ის რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე რომელიც სიუჟეტში იყო ნახსენები აი და არა მხოლოდ მან ხდება ადამიანების დასნებულნება სხვადასხვა ნაწლავური ჩხირებით მოწამვლა და ასე შემდეგ ამის არაერთი ფაქტი არსებობს ისიც გავითვალისწინოთ რომ ნაგავსახელი
ნაგებობიდან, წყალარნების გამწვენი ნაგებობიდან წამოსული მავნე აირები, რომელიც ემისიაც ხდება ატმოსფერულ ჰაერში, ასევე წამლავს პრინციპში არ გვირჩევით ბათუმში კონკანის წყლის დალევას, ანუ რეალური საფრთხე შეიძლება იყოს, არა? ბათუმში ონკანი წყლის დალევას იმ ლოკაციებზე, რომელიც თქვენ სიუჯეტში გააშუქეთ, არ გირჩევდით ნამდვილად. ასევე იმ ლოკაციების მიმდებარე ზღვაზე ბანაობასაც ასევე არ გირჩევდით. არ გირჩევდით, რადგან იქ ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი იმაზე უფრო ვარესია, ვინმე შეიძლება ნორმალურ სიტუაციაში წარმოიდგინოს ადამიანს. ბატონო კახა, ჩვენ უნდა დაგემშვიდობეთ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა ესეთ საინტერესო საუბრისთვის და ამომწურავი საუბრისთვის. ჩვენთან ეკოლოგიის ექსპერტი კახა გუჩმალინძე იყო ჩვენთან ერთად. მადლობა გვინდა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ და გადავიდეთ სხვა თემაზე, რომელსაც გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე. ზამთრის კურორტებს უნდა დაუთმოთ ჩვენი ეთერი და როგორც ვიცით, გუდაური, ბაკურიანი, ჰაცვალი და გოდერძის კურორტები წლევანდელ ზამთარს მრავალწლიანი ტრადიციული ჟიამულის გარეშე შეხვდება. შეზღუდვები 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე 4-ვე სამთო-სათხილამურო კურორტ შეეხო და საბაგიროებიც გაჩერდა. სამთო-სათხილამურო აქტივობები აკრძალულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტებისთვის. სწორედ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მოყვა ფეხდახფეხ პეტიციას სოციალურ ქსელში ჩაირთოს საბაგიროები საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, რომელსაც 5,000-მდე ხელმოწერამდე არც ისე ბევრი აკლია. ამ მთავარ მოთხოვნასთან ერთად პეტიციის ავტორი ითხოვს არსებული აკრძალვის გაუქმებას და არგუმენტებსაც იშველებს, რომ მოთხილამურისა და სნოუბორდის შემდგომშის მოსრიალე სტანდარტული ეპიკირება შედგება სათხილამურო სათვალისგან, რომელსაც ხმარობენ ექიმები COVID პაციენტებთან ურთიერთობისას, ბაფისგან, იგივე პირთბილა, იგივე მრავალჯერადი პირბადე, წყალგაუმტარი შარვლის ან კომბინიზონისგან, რომელიც მჭიდროდ ეკვრის სათხილამურო ან სნოუბორდის ბათინგს. წყალგაუმტარი ბათინგისგან, წყალგაუმტარი ქურთუკისგან, რომელიც ეფარება ზევიდან შარვალს ან კომბინიზონს, წყალგაუმტარი ხელთათმანისგან, ჩაფხუტისგან, რომელიც იცავს თავს. მოკლედ ავტორები ხას უსვამენ, რომ შემოსული მოსრიალე ფაქტიურად იმეორებს იმ ჩაცმულობას, რითაც COVID პაციენტებთან ექიმები არიან შემოსილნი, ასევე წერენ გარდაუვალ დისტანციაზე, ღია საბაგიროებზე და ნაკადების დაგეგმარებაზე, რითიც ყველა რეგულაციის დაცვა იქნებოდა შესაძლებელი და მთავარი პეტიციის ავტორები აღნიშნავენ, რომ წლევანდელ სეზონზე ადგილობრივი მოსრიალეების მხრიდან არსებობდა მზაობა, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებზე დახარჯული იყო $16 მილიონ, უბრალოდ ლარამდე უკაცრავად. შეზღუდვების პირობებში კი დასახარჯად არსებული თანხა ნულს უტოლდება, რაც გამოიწვევს მძიმე ფინანსურ ზარალს. ეს კი ავტომატურად კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურისა და მომუშავე ობიექტების გაკოტრების ტოლფასია. თემაზე პეტიციის ავტორი ანი ელიაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. გამარჯობა ანი. მოგესალმებით. რატომა სათხილამურო სეზონის გადარჩენა ამდენად მნიშვნელოვანი თქვენთვის და შეძლებთ თუ არა მისი გადარჩენის შემთხვევაში ყველა იმ რეგულაციის შესრულებას, რომელიც COVID-ის გავრცელებას შეუშლის ხელს? პირადად ჩემთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ მე თვითონ ავსტრიალებ ხოლმე, თუმცა ეს პეტიცია ზოგადად და ამის იდეა გაჩნდა იმის გამო, რომ როდესაც 28 ნოემბერს გამოაცხადეს თუ რა რეგულაციები იმოქმედებდა ქვეყანაში პირველ თებერვლამდე როგორც მინიმუმ, ჩვენ მივიღეთ სრულიად აკრძალული მოძრაობა ზამთრის კურორტებზე. ის პირობები, რაც დაშვებულია მაგალითად სხვა ნებისმიერ ადგილას, თუნდაც კაფეს მუშაობა გატანით, კურორტებზე არის აკრძალული. ან უკაცრავად თქვენ თქვით, რომ სხვაგან არის დაშვებული, ანუ თქვენ გულისხმობთ ამაში საზღვარგარეთულ გამოცდილებას ალბათ. არა, ამ შემთხვევაში გულისხმობდი, მაგალითად კაფეს და სარესტორნო ბიზნესის მუშაობა დაშვებული თბილისში, სიტყვაზე, ან ნებისმიერ სხვა დიდ ქალაქში, გატანის სერვისით შესაძლებელია. მაშინ, როდესაც ზამთრის კურორტებზე ესეც კი არის აკრძალული. მივიღეთ ისეთი შეზღუდვები, რომ პრაქტიკულად, ასე ვთქვათ, არანაირი აზრი არ აქვს ჩასვლას ნებისმიერ კურორტზე. მეორე მხრივ, ასევე მივიღეთ შეზღუდვა სასტუმროებთან დაკავშირებით, რომ კურორტებზე არსებული სასტუმროები შეიძლება ამუშავდეს მხოლოდ იმ პირობით, თუ კი ისინი ჩაერთვებიან COVID სასტუმროების სისტემაში, რაზეც უნდა მიიღოს
სახელმწიფო მთავრობამ ჯერ გადაწყვეტილება და შემდეგ უკვე მიეცემათ თუნდაც იმ ადგილობრივ სასტუმროს მეპატრონეებს იმის უფლება, რომ მიიღონ თუნდაც COVID პაციენტები. ანუ სხვა არავის მიღების უფლება არ აქვთ. აი თქვენ პეტიციას ჩავხედეთ ცოტა ხნის წინ და აქ არის ერთ-ერთი პუნქტი, სადაც წერია, რომ საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტებზე გუდაური, ბაკურიანი, ხარწვალი, გოდერძი დაიშვას ღია ტიპის კაფეების მუშაობა. ანუ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ გატანის სერვისს ითხოვთ ამ შემთხვევაში, თუ ღია ტიპის კაფეებსაც ითხოვთ, სადაც ადამიანები დასხდებიან და იქ თქვა შეჭამენ ან რაღაცა თუნდაც დისტანციურად. სიმართლე რომ თქვა, ანუ არ აქვს დიდი მნიშვნელობა ეს იქნება კაფე გატანის სერვისით, თუ ეს იქნება კაფე ღია სივრცეში, იმიტომ რომ აი მაგალითად გუდაურში რა ხდება, ისედაც კაფეები ძირითადად მუშაობენ ღია სივრცეში, იქ არის რაღაც პუფი, დასაჯდომი სკამი, სადაც ვთქვათ საკვებს, როდესაც აიღებ ამ ერთჯერადი ჭურჭლით, მიდიხარ და ჭამ. ანუ არის რამდენიმე კაფე, რომელსაც აქვს თავისი ინფრასტრუქტურა და რაღაც ესეთი უფრო მოწესრიგებული მაგიდები. ანუ რეალურად სიტუაცია ისეთია, რომ თუ კი კვება დაშვებული იქნება გატანის სერვისით, ჩვენ უბრალოდ რაღაც ვინც რეალებს ჩამოჯდება თოვლზე და თუ კი დაშვებული იქნება ღია კაფეს მუშაობა, განსხვავება იქნება ის, რომ ეს ადამიანები უბრალოდ სკამზე დავსხდებით. ანუ დიდი სხვაობა ამას შორის არ არის და მაშინ როდესაც გატანით არის მუშაობა დაშვებული სხვა ადგილებში, ანუ პრაქტიკულად შესაძლებელია, რომ კურორტებზეც მოხდეს ეს. Ani, გასაგებია თქვენი მოთხოვნა, რაშიც გეთანხმებით, რომ თავად სრიალის დროს დისტანციიდან გამომდინარე და მოთხილამურის ეკიპირებიდან გამომდინარე ვირუსის გადადების შანსი მინიმალურია. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს ადამიანები სადღაც უნდა გამთავსდნენ სასტუმროებში, დამსვენებლებს ექნებათ ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია, ურთიერთობები. და სწორედ ასე დროს ბევრი ხალხის კონცენტრაციის პირობებში შეიძლება ვერ იქნას დაცული უსაფრთხოების ზომები, ხო? იქნებ სწორედ ეს არის მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან აი ესეთი მკაცრი რეგულაციის. მესმის ეს კითხვა და ეს არგუმენტიც რა თქმა უნდა ვალიდურია, თუმცა ამ შემთხვევაში არ ხდება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის გათვალისწინება. როდესაც ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ამ სეზონზე რაღაც დამსვენებლობის ნაკადი იქნება იგივე რაც იყო წინა წლებში, ჩვენ არ ვითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ წინა წლებში სამწუხაროდ ზუსტი ციფრები, რიცხვები არ ვიცი, ვერ მოვიძია ეს ინფორმაცია, მაგრამ ესე თვალით რომ შევხედოთ, აი 60-70% არის უცხოელები. ანუ ის ადამიანები, ვინც კურორტზე ხვდებიან, ჩამოდიან საიდანღაც. და რაც შეეხება ადგილობრივებს, ეს არ არის იმდენად ბევრი ადამიანი, რომ აი რაღაცა ესეთი დიდი თავშეყრა გამოიწვიოს. მით უმეტეს გვაქვს 4 კურორტი, მით უმეტეს ყოველ დღეს ანუ არ მოხდება და პლუს ამას რეგულირებაში გულისხმობ იმას, რომ მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ და გავითვალისწინოთ რაღაც სხვა ქვეყნების უკვე დაგეგმილი პროტოკოლები ზამთრის კურორტების მუშაობასთან დაკავშირებით, რაც არის მაგალითად ნაკადების რეგულირება, რომელიც შეიძლება მოხდეს თუნდაც საბაგიროს დღიური აბონემენტების წინასწარ გაყიდვით და ჩახსნებით და რომელი ქვეყნების გამოცდილებას გულისხმობთ? ძირითადად ეს არის ამერიკის გამოცდილება, იმიტომ რომ მე უფრო როდესაც ამ საკითხს ვეცნობოდი, უფრო მეტად ასე ვთქვათ, მომეწონა მათი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ აი ეს დღიური აბონემენტები გაიყიდოს წინასწარ, აქ აღარ გვექნება ჩვენ რომ საღამოს დავიდინა და დილას სადმე ხო არ მესრიალა და ესეთი უცებ მიღებული გადაწყვეტილებები, ეს იქნება უფრო მეტად პასუხისმგებლური გადაწყვეტილება, რომელიც არის წინასწარ დაგეგმილი, შესაბამისად ჩვენ აღარ მივიღებთ ისეთ დიდ ადამიანების დიდ ნაკადს, რომლებიც აი რაღაც აი სიტყვაზე საღამოს გავერთებთ და მოდი ხო გავიდეთ. რამდენი ხელმოწერა არის დარჩენილი იმისთვის, რომ 5000 ადამიანი შეკროვდეს? ამ მომენტისთვის დარჩენილია სადღაც 100 ხელმოწერა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ 5000 ხელმომწერი და ეს საკმაოდ მახარებს მე პირადად, იმიტომ რომ ნიშნავს, რომ საკითხი არის აქტუალური და მნიშვნელოვანი. შეიძლება ვთქვათ და რაღაც ვიფიქროთ, რომ 5000 ეს არ არის ბევრი, მაგრამ ზოგადად ზამთრის კურორტი და ეს სრიალიც, ასე ვთქვათ, არ არის ჩვენში ძალიან პოპულარული. და შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? შეგროვდება 5000 ხელმომწერი და შემდეგში თუ აი რას აკეთებთ და რა მოლოდინი გაქვთ, რომ მოასწრებთ თქვათ ამ სეზონზე ამ ყველაფრის ორგანიზებას?
როდესაც 5,000 შეგროვდება, პეტიცია ასე მუშაობს, რომ იგზავნება შესაბამის ორგანოებში. ამ შემთხვევაში ეს არის ეკონომიკის სამინისტრო, ეს არის საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი. მოლოდინი არის ის, რომ მინიმუმ გაითვალისწინებენ ამ აზრს და ეცდებიან მაინც რომ რაღაც კომპრომისს მივაღწიოთ, რომ გადავარჩინოთ ერთი მხრივ ზამთრის კურორტები, რომლებსაც აი შარშან ჰქონდათ ძალიან ცუდი წელი, იმიტომ რომ თოვლი არ იყო, იქ წყლის პრობლემები იყო, ასევე უკვე მიიღეს გარკვეული ზარალი. წელს თითქმის აი სრულად ზარალზე უწევთ ამ კურორტებს მუშაობა. შესაბამისად, ეს კიდევ აჩენს კითხვის ნიშანს იმასთან დაკავშირებით, რომ შეძლებენ კი თუნდაც ის ადგილობრივი ასე ვთქვათ სასტუმროების მეპატრონეები, გესტ-ჰაუსების მეპატრონეები, აი ვისაც რაიმე ბიზნესი აქვს ადგილზე, მომავალ წელს საერთოდ გაიხსნან და გვექნება თუ არა ჩვენ მომავალ წელს კურორტი შემორჩენილი. გეთანხმებით ჩვენ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაცა გონიურულ გადაწყვეტილებამდე მივლენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ქალბატონი ანი ელიაშვილი იყო ჩვენთან ერთად გვესაუბრებოდა. ახლა უნდა გადავიდეთ თემის შეჯამებისთვის ჰელსინკი ჯორჯიას დამფუძნებელ ბატონ ვატო ასათაშვილთან. ჰელსინკი ჯორჯიას უკაცრავად ჰელსინკი რაშუაში იყო, ჰელსინკი არის აშკარად. რასთან გვაქვს საქმე, გვაინტერესებს ბატონო ვატო ამ შემთხვევაში ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, როგორ ფიქრობთ, იცის თუ არა მთის სათხილამურო სპორტის სპეციფიკა და თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებაც გითხრათ ამასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, გადაწყვეტილებას რაც შეეხება, როგორც ჩანს ერთიანი უბრალოდ ხისტი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს ხალხის მობილობა, იქნება ეს სამთო კურორტებზე თბილისში თუ ნებისმიერ სხვა რეგიონში. აქედან გამომდინარე ეს ხისტი რეგულაცია ავტომატურად მიიღეს. შეიძლება თუ არა ამის გადახედვა რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ პირადად მე არ მაქვს იმის იმედი, რომ სახელმწიფოს მხრიდან იქნება რამე ადეკვატური ნაბიჯი გადადგმული. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ არ ყოფილა დეტალურად განხილული რა შეიძლება იყოს ალტერნატივა ამ ხისტი ჩაკეტვისა, გულისხმობ, რისი გაკეთება შეიძლება მაგალითად, აი რასაც განიხილავდით სულ რამოდენიმე წუთის წინ, როგორ შეიძლება მაგალითად ამ ნაკადების მართვა, რომელმა საბაგიროებმა შეიძლება იმუშაონ გამომდინარე იქიდან რომ ეს არის მაინც გარე აქტივობა და არ არის დახურულ სივრცეში ამ ხალხის თავმოყრა საჭირო და ინფიცირების რისკები შედარებით დაბალია. აქედან გამომდინარე ამის დეტალური განხილვა სამწუხაროდ არ ყოფილა, უბრალოდ ალტერნატიული გეგმები არ წარმოდგენილა, იყო მხოლოდ და მხოლოდ მიდგომა იმისი, რომ ანუ ბევრი ხალხის ერთად შეკრება არ შეიძლება და მოიწეს გავაჩეროთ. ჩვენ წინასწარმეტთან ერთადაც ვისაუბრეთ ამაზე საერთაშორისო გამოცდილებაზე, იმიტომ რომ ჯერ ერთი საერთოდ ისე უნდა ითქვას, რომ შარშანდელი წელი სათხილამურო სეზონი არ ჩავარდნილა მთელ მსოფლიოში, უნდა ითქვას. შეიძლება ჩვენთან ცუდი იყო, და თან ამავე დროს ეს არ ყოფილა უკვე პანდემიის ის პერიოდი, როდესაც ყველაფერი გაჩერდა. და შეიძლება ითქვას, რომ ამის გამო სოფლიო გამოცდილება ძალიან მწირია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამერიკის გამოცდილებაზე ითქვა, ეს იყო მოყვანილი მაგალითად, მაგრამ სხვა ქვეყნებში როგორ არის, ხო ვერ გეტყვით, რა არგუმენტები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ სათხილამურო ტრასები გაიხსნას? ჩვენ ამ შემთხვევაში სოფლიო გამოცდილებაზე საუბარი არც თუ ისე წაგვადგება, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ჩვენ თუ შევადარებთ ჩვენ სამთო ინფრასტრუქტურის დატვირთვიანობას, მაგალითად, იგივე ცენტრალური ალპური რეგიონების იქნება ეს ავსტრია, იტალია, შვეიცარია თუ გერმანიის კურორტები, ჩვენთან ბევრად უფრო დაბალია. მეორეს მხრივ ის ინფრასტრუქტურული გავითარება ჩვენთან რა თქმა უნდა ვერ შეედრება იქაურს, პლუს ამას ჩვენ ასევე უნდა განვიხილოთ ის ფაქტი, რომ საქართველოში იმ შემთხვევაში თუ სამთო ინფრასტრუქტურა დაიწყებს მუშაობას, უცხოელი ვიზიტორი მაინც ვერ ჩამოვა, გამომდინარე იქიდან რომ საზღვრები დაკეტილი გვაქვს ფაქტიურად და უცხოურ ვიზიტორებს ვერ ვღებულობთ და მით უმეტეს ახლა საზღვარი რომც გაიხსნას დიდნაკაც ნამდვილად არ უნდა ველოდოთ და ადგილობრივ ბაზარზე კი გამომდინარე იქიდან რომ ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, ძალიან ცოტა შეძლებს კურორტზე
დასვენებას. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი დათვლადია, აქ არ გვჭირდება მაგალითად თუნდაც ავსტრიასთან, იტალიასთან, შვეიცარიასთან შედარება, ვიცით რომ ავსტრიამ ცალსახად და ხისტად ჩაკეტა თავისი კურორტების სწორედ ამ ინფიცირების არ გავრცელების გამო და ჩაკეტა იმდენად რამდენადაც ძირითადი მათი ვიზიტორი ისევ გერმანულენოვანი ქვეყნებიდან, ამ შემთხვევაში გერმანიდან საკმაოდ დიდი ნაკადებია და ამ ნაკადების შემცირება უნდა და ხოლო რაც შეეხება საქართველოში ჩვენ გვაქვს მეორე პრობლემა, ეს იქნება ისევ და ისევ ამ ინფრასტრუქტურის შენახვა. ეს ინფრასტრუქტურა ვიცით რომ ბიუჯეტის ხარჯზეა და ყოველწლიურად ჩვენ შეგვიძლია მთის კურორტების განვითარების კომპანიის სტატისტიკა ვნახოთ, რა არის მათი გაყიდული ბილეთების რაოდენობა, რამდენი ადამიანი არის კომპანიაში დასაქმებული, რა ჯდება ამ ინფრასტრუქტურის შენახვა და ის კაპიტალური ხარჯები რა არის, რომელსაც ნაწილობრივ ფარავს სწორედ ზამთრის სეზონზე მისული დამსვენებელი ამ გაყიდული ბილეთების რაოდენობით. დღესდღეობით ჩვენ თუ ეს შემოსავალი არ გვექნება, აღმოჩნდება ავტომატურად, რომ მთლიანი ეს ხარჯები, საბიუჯეტო ხარჯები იქნება ისევ და ისევ ჩვენი სახელმწიფოს მოსახლეობის გადასახდელი, ანუ გადასახადის გადახდელის გადასახადი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ორი უკიდურესი შედეგი გვაქვს. პირიქით, პირველი ეს არის საბიუჯეტო ხარჯების ზრდა და მეორე ეს არის ის ადგილობრივი მცირე ბიზნესები, რომელიც შემოსავალს ვერ ღებულობს. სამწუხაროდ ჩვენთვის გაკუთვნილი დრო ამოიწურა და უნდა დაგემშვიდობათ. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით. ახლა აგაძანდებოდეს.